5 მარტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი და ლეგენდარული ფოტორეპორტიორების ფოტოალბომების წარდგინება გაიმართა. გამოცემებში წარმოდგენილია ბადრი ვადაჭკორიას, დემიკო ლოლაძის, ჯემალ კასრაძისა და ალექსანდრე კოტორაშვილის ნამუშევრები. ქართული ფოტოგრაფია 50 ფოტორეპორტიორი. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამოიცა ალბომები. მასში ფოტოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ნამუშევრებია გაერთიანებული. პროექტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზატორთა განმარტებით დაგეგმილია 50 ფოტოხელოვანის ნამუშევრების გამოცემა. ღონისძიება საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარემ გიორგი მამაცაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. დღეს არის სრულიად განსაკუთრებული დღე. ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს პრეზენტაციას ფოტომატიანის სადაც ქართული ფოტოხელოვნების და ფოტოჟურნალისტიკის ვარსკვლავები მიერ შედგენილი წიგნებია. ეს არ არის ჩვეულებრივი წიგნები, ეს არის თითქოს ერთიანი სივრცე, რომელიც გვიყვება საქართველოს უახლეს ისტორიას და გვიყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ჩვენ ვიცით ამ უახლესი ისტორიიდან და ეს არის ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე დოკუმენტირებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი მამაცაშვილს, რომელმაც ამ ყველაფრის ორგანიზება მოახდინა. დღეს მართლაც უპრეცედენტო დღე არის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ისტორიაში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის საძირკვლის ჩაყრა, ასე ვთქვათ. 50 ფოტორეპორტიორის წიგნის გამოცემაა გეგმაში და დღეს პირველი 4-ეული, ასე ვთქვათ, შეიკრა. უპირველეს ყოვლისა მადლობა თითოეულ ავტორს, რომლებიც მართლა მთელი გულით და ენერგიით იყვნენ ჩასულები ამ ალბომების მომზადებაში და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა ქალბატონ თინათინ რუხაძეს და საქართველოს კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ არა მათი გვერდში დგომა, მათი მხარდაჭერა ეს პროექტი რა თქმა უნდა დღის სინათლეს ვერ იხილავდა. სრულიად მოულოდნელად გამოვიდა. ეს იდეა ეკუთვნის გიორგი მამაცაშვილს და მოუყარა თავი მშვენივრად. ხუმრობ ხოლმე თუ მე არაფერ შუაში არა ვარ, გაჩაღებუნების გარდა არაფერ არ გამიკეთებია მეთქი, მაგრამ მან ამოკლიფა ჩემი გვერდებიდან რაც მას მოეწონა. და მისი გემოვნების მიხედვით დააწყო და ყოველ შემთხვევაში 80% მე მომეწონა მაგის გემოვნება. დღევანდელი დღე არის ჩემთვის დაუვიწყარი, სასიამოვნო, ამაღელვებელი. იმიტომ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემი ნამუშევრების ფოტოალბომი თუ გამოვიდოდა. როდესაც გიორგი მამაცაშვილმა შემომთავაზა, რომ ესეთი ალბომი უნდა გავაკეთოთო, თან დაკვირვებული ვიყავი და თან გახარებული. ბავშვობიდან ვიღებდი, პირველი აპარატი იყო ჩემი სმენა. მაგრამ რომ ცოდნოდა რომ ასეთი დღე დადგებოდა რომ ჩემი ალბომი გამოვიდოდა, გასაკვირველია 1 საათს არ გავაჩნდი, სულ ვიმუშავებდი, არადა უამრავ ადამიანს ვარ შეხვედრილი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების ფარგლებში ფოტოხელოვანები ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, პროფესიული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ. ჟურნალისტთა ფედერაციის მადლობის დიპლომი გადაეცა საქართველოს კულტურის მინისტრს.